შვილი ვარ. 6 ქართველი დაბომბვაში მოყვა ლიბიის სანაპიროსთან ისინი მეზღვაურები არიან და თურქულ სატვირთო გემზე მუშაობენ. გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროდან გაუხსნეს თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. თავდაპირველად ხომალდს ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან ესროლეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა კაპიტანი, დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. თურქული კომპანიის კუთვნილ გემს სახელად თუნა 1 ტვირთი ესპანეთიდან ლიბიაში გადაჰქონდა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იერიში დაგმო. ოფიციალურმა ანკარამ ლიბიაში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა. ინფორმაცია მომხდარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა. ჩვენ მივიღეთ ასეთი ცნობა, რომ ქართველი მეზღვაურები იყვნენ ამ გემზე, რომელიც იყო ლიბიის წყლებში და მასზე მოხდა საჰაერო იერიში მიტანა, თუმცა არ ვიცით ჯერჯერობით რატომ მოხდა გემის დაბომბვა. ჩვენ ვესაუბრეთ პირადად ხაზზე ვარ ქართველ მეზღვაურებთან და დამიდასტურეს, რომ ყველგან ჯანმრთელად და მათ სიცოცხლეს ჯერჯერობით ასეთი საფრთხე არ ემუქრება და მის ველაპარაკეთ გარშემო ყველა ადმინისტრაციას, სანაპირო დაცვასა და სამაშველო საკოორდინაციო ცენტრებს, ანუ თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში და მოხერხდება მათი უახლოეს ნავსადგურში შეყვანა, საიდანაც მათ გეზი აქვს ახლა აღებული და ასე ვთქვათ, დაეხმარებიან და გაუწევენ დახმარებას, ანუ ვარ ხაზზე თვითონ მეზღვაურებთანაც და საზღვაო ადმინისტრაციებთან და სამაშველო საკოორდინაციო ცენტრებთანაც.